საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის სამდივნოსთან თანამშრომლობით გაეროს განვითარების პროგრამის კლიმატური დაპირების ინიციატივისა და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ხელშეწყობით ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მესამე განახლებული დოკუმენტის მომზადება დაასრულა. ვლად ქრისტინე დრულევისა და სოსო ზურაბიანის სიუჟეტში. საქართველოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ, უფრო აქტიურ ეტაპზე გადადის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტი მოამზადა, რომელიც ქვეყნის კლიმატურ პოლიტიკას მომდევნო 10 წლეულისთვის განსაზღვრავს. კლიმატის ცვლილება დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ გლობალურ გამოწვევას მსოფლიოში, მათ შორის სამწუხაროდ საქართველოც არ არის გამონაკლისი, იმიტომ რომ ეს გლობალური პროცესები საქართველოს ბუნებაზეც და კლიმატზეც ახდენს ზეგავლენას. ამის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ადამიანის საქმიანობა, განსაკუთრებით ეს ეხება ნამარხი ნახშირწყალბადების წიაღისეულის გამოყენებას, ნავთობი, ნახშირი, გაზი, რის შედეგადაც ხდება ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის და სხვა ეგრეთ წოდებული სათბურის გაზების ემისია, რაც მნიშვნელოვნად ცვლის კლიმატს მთელ მსოფლიოში, მათ შორის სამწუხაროდ საქართველოშიც. სახეზე გვაქვს ბოლო 100 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ტემპერატურის მატების ტენდენცია გვაქვს სამწუხაროდ ქვეყანაში და ასევე სახეზე გვაქვს ნალექების მაჩვენებლის შემცირება, რაც ძალიან კრიტიკული პარამეტრია განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოსთვის, ქვემო ქართლისთვის მათ შორის, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი რეგიონი საქართველოსი და ნალექების რაოდენობის შემცირების პირობებში შეიძლება აღმოჩნდეს განსაკუთრებით რისკის ქვეშ. გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შემუშავდა საქართველოში კლიმატური დაპირება, ახალი მესამე ვერსია, რომელიც მოიცავს და მოიაზრებს საქართველოს ახალ ამბიციებს და ახალ რეკომენდაციებს იმ მნიშვნელოვანი სექტორული მიმართულებით, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ემისიების გაბრკვევის პროცესში ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული დაპირება მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს მისი შესრულების ვადები და ეს არის განსაზღვრული 2030 წლამდე და გულისხმობს ქვეყნის მიერ ემისიების შემცირებას 1990 წლის მონაცემთან შედარებით 47%-ით, ხოლო 2035 წლისთვის 50%-ით. დღევანდელ შეხვედრაზე თავი მოუყარეთ რეგიონული მედიის წარმომადგენლებს და გვინდა რომ გავაცნოთ და გავესაუბროთ ეროვნულ განსაზღვრულ წვლილზე და გვინდა რომ ძალიან მარტივად და გასაგება ენაზე იყოს ეს ახსნილი, რადგან მათ შემდეგ შეძლონ შესაბამისი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ დოკუმენტს, რისთვის არის საჭირო და დღევანდელი ზუსტად შეხვედრა მიზნად აქვს, რომ მედიის წარმომადგენლებს აუხსნათ და განვმარტოთ ამ ეროვნული განსაზღვრული წვლილის როლი, მნიშვნელობა კლიმატის ცვლილების საქმეში. განახლებული დოკუმენტი მოიცავს ეკონომიკის თითქმის ყველა ძირითად სექტორს და უფრო ამბიციურ მიზნებს აერთიანებს, როგორც სათბურის აირების შემცირების, ისე კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით. პრიორიტეტებს შორისაა ენერგეტიკაში განახლებადი წყაროების განვითარება და ენერგოეფექტურობის გაზრდა, ტრანსპორტში მწვანე და არამოტორიზებული გადაადგილების ხელშეწყობა, ხოლო სატყეო სექტორში ტყეების შთანთქმის უნარის გაზრდა. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის კლიმატ-მედეგ განვითარებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ეკოსისტემების გაძლიერებას. დაგეგმილია ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის შეფასება და განათლების სისტემაში კლიმატის ცვლილების საკითხების უფრო ფართოდ ინტეგრირება. ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის, რომელიც ეხება ეკოლოგიური პრობლემების ზეგავლენას კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით და ეს პრობლემა არის სერიოზული გამოწვევა როგორც მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში. გაეროს კონვენციისა და სახელმწიფოს მიერ შესრულებული გეგმის ანგარიში მოვისმინეთ, რომელიც ძალიან სკულპტურულად განვიხილეთ ადგილზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა
კონკრეტული ნაბიჯები იდგმება სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს ქვეყანაში. თუ თქვათ პლასმასის შანაცვლებაზეც ვისაუბროთ, რომელიც დღეს ძალიან აქტუალური საკითხია, ეს სერიოზული გამოწვევა ზოგადად მსოფლიოში და ჩვენთვის როგორც მედიის წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე გვქონდეს ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ ასეთი სემინარები უნდა იყოს ძალიან ხშირად იმისთვის, რომ მედია იყოს უფრო მეტად ინფორმირებული. დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების მნიშვნელოვან ნაწილს და მიზნად ისახავს ქვეყნის მდგრად, კლიმატმედიკ და ეკოლოგიურად უსაფრთხო მომავალს.